ცეცხლზე ხორცის შეწვა ეს პირველი კერძია, რომელიც ადამიანმა მოამზადა. მაგრამ ამ ერთი უძველესი იდეიდან ორი უდიდესი ფილოსოფია დაიბადა. პირველი გზა ქართული მწვადია, მისი ფილოსოფია სიწმინდეა, არანაირი მარინადი, მხოლოდ იდეალური ხორცი, ლაზის ნაკვეთსმის სიმხურვალე და მარილი ბოლოს. მიზანი თავად ხორცის გემოს შეგრძნებაა. მეორე გზა შაშლიკია. სიტყვა თურქულია, შიშ ნიშნავს შამპურს. მისი ფილოსოფია მარინადის ხელოვნებაა. ის მომთაბარეებს სჭირდებოდათ მაგარი ხორცის დასარბილებლად და შესანახად. ამ მარინადის ფილოსოფიას ბევრი მიმდევარი ხავს. როწეული соуსი აზერბაიჯანში, ახალი მწვანელი სომხეთში, იოგურტი თურქულ შიშ ქებაბში და ლიმონი ბერძნულ სუვლაკიში. მაგრამ მწვადის ფილოსოფიასაც ხავს ნათესავები მსოფლიოში. ბრაზილიაში ჩურასკოსთვის და იაპონიაში იაკიტორისთვის, ასევე მხოლოდ მარილს იყენებენ და ენდობიან ხორცის სუფთა გემოს. მაშასე, ორი სხვადასხვა გზა, შაშლიკი, მარინადის გემოა, მწვადი, ხორცის გემო. ორი უდიდესი ფილოსოფია ერთ ცეცხლზე. თქვენ რომელი გირჩევიათ? დაწერეთ კომენტარებში.